სალამი ჩემოკარგებო. ყველას გილოცავთ 2025 წლის შემობრძანებას, შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ახალ ათვლას წლისას და ამ წელიწადს ღმერთმა ყოველივე საუკეთესო მოგცეს ჩვენს და მთელ ჩვენ ქვეყანას და მთელ ჩვენ პლანეტას. მომენატრეთ. მე მგონი დავამთავრე ახალ წლზე იმები. თუმცა წინ 14-ია, მერე კიდე 19-ია. ასე თუ ისე ამასაც ცოტა საღვნიშნავ, მაგრამ პირადად ჩემთვის ახალი წლის ზეიმები დამთავრებულად გამომიცხადებია. იმიტომ რომ როგორი სიხარულითაც ველოდები, იმდენადვე მღლისმე. აბა თქვენ როგორ გაატარეთ? მორჩით თუ არა თუ ჯერ კიდე წინა გაქვთ ყველაფერი. მივდივარ დედიკოსთან. საღამოა უკვე. მზიანი დღეები გვაქვს. ეს ერთი კვირა მინუსებია, ღამე -3, -4, მაგრამ დღე არის მზიანი. თუმცა ის თოვლი ჯერ კიდე 2024-ში რომ მოვიდა. ჯერაც არ დამბნარა, ზოგან მიყინულია, აი ჩემი კორპუსიდან რო ვიყურები. ისინი ავტოფარეხების თავზე ჯერ კიდე თოვლი დევს სადღაც ჩრდილში. არა გზა მაინც სუფთაა. ხო და დღეები გვაქვს მზიანი, რაც მე ძალიან მახარებს. ვაი. რაღაცა დილით ადგომა გიხარია და საქმის კეთება გიხარია და მოჟამული არ არის. და ძალიან სასიამოვნოა. მივდივარ დედიკოსთან, ჯერც ერთი, იმიტომ რომ მომენატრა. მეორეც ერთი აწარა სხვა საქმეები მაქვს, რაღაცას უნდა მივეხმარო. ტომრით ფქვილი გვაქვს იქ და კარგი ფქვილია. აქ იყიდება ჩემთან ყველანაირი წონისაც, ისეთი წასათის. ტომრიდან ცოტა გადმოვიყრი. ხო და რა ვიცი, დავხედავ იქაუროს და წამოვა. ახალი რა არის ჩვენთან? ახალი ისე რომ ტასიკოს დაუმთავრდა საახალწლო არდადეგები. და უკვე მგონი 2-3 დღეა უკვე მუშაობს. შესაბამისად ჩვეულ რეჟიმში ჩავჯექით. მეც მასთან ერთად გაღვიძება დაძინება, დაალაგება, საათობრივი კვება. ახალი ჩემთან ის არის რომ მე დავიწყე ვარჯიში. უკვე 105-ად დავიწყე, მაგრამ 105-აც კარგია. ვინც გამოცდილი ხართ ამ საქმეში, 105-ად დაწყება უფრო ძნელია ვიდრე პირველი და მეორე. ყოველ დღე ვარჯიშობ. ის ჩემი ნაბიჯების აერობიკა, რომელსაც აერობიკა კი არა, მაგას მაგვარჯიშობს, ქვია თურმე ტაბატა. მეცნიერია იყო გვარად ტაბატა, თუ არის, არ ვიცი, ტაბატა, იაპონელი მე მგონი, რომელმაც შეიმუშავა ეს ვარჯიშების სისტემა, კარდიო, აქტიური კარდიო დავშვათ. 2 წუთი, 1 წუთი, 7 ადგილზე სვლა. ანუ მონაცვლეობით და ისვენებ. და ეს ყოფილა თურმე ყველაზე პროდუქტიული, ვიდრე მიასყდა და ერთიანად გული ამოიგდო. ძალიან სიამოვნებს. მე კარგად ავარ მაგ ვარჯიშებს მიჩვეული და მიუხედავად იმისა, რომ კვებით ხელს ვერ ვუწყობ ამ საქმეს. ვარჯიშები დავიწყე, მაინც ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ძალიან გადაჩვეული ვიყავი ამ ყველაფერს და თურმე მომნატრებია. ფარიც ამასულ. ფარე ამასვლას რამ დააბირებს და რამდენი ხილი აქვს გამოტანილი კაცო. მე არ მინდა არაფერი. ხანდახან აქვს ხოლმე ესეთი პერიოდი ოჯახში, რომ აიშა მანქანა მოდის და უნდა გადავიდე გზაჯვარდ. ფრთხილად. ძალიან ბევრი ხილია, ძალიან კარგი. ხანდახან მაქვს ხოლმე წელიწადი, მეც და ტასიკოსაც, რომ კიტრის და პამიდურის მე ზაფხულში მეც არ ვსაშურდეთ. ძალიან სულ კიტრი და პამიდორი მინდა. ხანდახან უფრო კიტრი, ისე უფრო პამიდორი. ხანდახან არის ხოლმე წელიწადი, რომ მანდარინის ყიდვას ვერ აუდიოდით ხოლმე. წელს რაღაცა ეგეთი წელი არ არის. არ აღმოჩნდა.
არა და კარგი მანდარინებით შემხვდა, იცით, ესეთ ვერ ვიტყვი რომ ჟავე იყო, არ მესიამოვნა ან რაღაცა. ხო და რაღაცა არამანდარინული წელია. თუმცა მე ვისიამოვნე, კივი შევიძინე და აი ზუსტად საახალწლოდ დამწიფდა. დიდხანს ველოდე და მას ვქენი. დიდი სიამოვნებით მივირთვით ჩვენ და ტასიკომ არაო. ტასიკოს არ უყვარს. ასე რომ ხილი მაქვს სახლში. უშლა კარგი ამზე. ახლა უკვე ველოდები გასაფხო. სახლი საახალწლოთაც დავხეხე და ახალი წლის შემდეგაც ერთხელ კიდევ გადავხეხე. შვიდად და წყნარად ვარ. ვუყურებ ახალ სერიალს, რომელსაც ქვია ბრიჯერტონები. ძალიან პოპულარული სერიალია და თქვენ ალბათ ნანახი თუ არა გაგებული მაინც გექნებათ მის შესახებ. ჯერჯერობით გადაღებულია 3 სეზონი, მე-4 სეზონი გზაშია და 2026-ში იქნებაო. თითო სეზონში არის 8 სერია. ეს არის ერთ ოჯახზე, რომელსაც ყავს 8 შვილი და თითეული სეზონი ეძღვნება თითო შვილს. ისეთი ისეთი ინგლისია, ისეთი. სხვათა შორის ისეთი მითით როგორი გადაღებულია, არ არის ზედმიწევნით ისტორიასთან, რეალობასთან, იმდროინდელ ჩასაცმელთან, მუსიკასთან მიახლოებული. თანამედროვე მუსიკაც არის გამოყენებული. კაბები ისეთი აქვს ჩეკერილი, როგორც თვითონ უნდათ. ხო და დედოფალი ყავს ჩავკანიანი და ეს ინდოელები და შავკანიანები ჩვეულებრივად მაღალ საზოგადოებაში გარეულები არიან. მოკლედ მოკლებულია ისტორიულ სიზუსტეს, მაგრამ ძალიან საინტერესო საყურებელია. აი, ბევრი სიყვარულია, ბევრი ინტრიგაა და სკანდალი და აი სკანდალი ვიღაცა თურმე ბიჭთან ერთად ოთახში იყო და არიქა ეხლა ვალდებულია რომ ცოლად შეირთოს, იმიტომ რომ მარტო იყვნენ ისინი ოთახში რაღაც როგორ საქმე გამოლევიათ მოკლედ, მაგრამ საყურებლად არის ძალიან სასიამოვნო. ჩემ მეგობარი შემხვდა, იმიტომ გავთიშე ბოდიში თავის დასთან ერთად, რძალთან ერთად, რა ვიცი, ხალხი ერთად. ხო და გამეხარდა ძალიან. რაც ახალ სახლში გადავედი, ეს რაღაც ახალ მოსახლეობა ვერ აღნიშნე ჯერჯერობით, იმიტომ რომ იმდენის გამი არა მაქვს, მთელი ჩემი მეგობრები შევაფლო. მეორე ერთი, აი რაღაცა სუ საქმე მქონდა, სუ და ვთხოვე რომ გეხვეწები, მე ვთქვი, ნუ დაელოდები ჩემი მას მოსაწვევ ბარათებს. მოდი პირდაპირ დაადე თავი თქო. აი ეს ფილმზე ვლაპარაკობდი და მოკლედ ფილმით კარგად ვსიამოვნებ. ჯერჯერობით 2 სეზონი ვნახე, ახლა მე-3-ზე გადავედი. აი ასე. ხო, კიდევ რა მოხდა? წლის კინოსენსაცია არ არის, მაგრამ ყველას გვაინტერესებდა, იმიტომ რომ მარკესის მარტოობის 100 წელიწადის გასერიალება მოხდა. პირველი სეზონის 5 სერია უკვე დაიდო და რუსულადაც ითარგმნა, ვინც ინგლისურად და ესპანურად არ უყურებს ფილმებს. მე ვუყურე და არ მოვიხიბლა, სიმართლე რომ გითხრა, მაგრამ საინტერესოა, საინტერესოა მხატვრობა, საინტერესოა კოსტიუმი, საინტერესოა ის დეკორაციები და განათება. კარგი განათება, ერთადერთი რაც მარკესისეულია, ეს არის 100 ზედმიწევნით სიზუსტით მარკესის ტექსტზე მიყოლა. არ არის არაფერი შეცვლილი. ეტყობა კონტრაქტში ესე ეწერათ შვილებთან, მარკესის შვილებთან, ვისაც საავტორო უფლებები ეკუთვნის და მეორე მომეწონა ის, რომ აი ეს მარკესისეულის სამყარო იგრძნობა ოპერატურაში და განათებაში. ანუ მხატვრობა მომეწონა, მხატვრობა ოპერატურა. ნახეთ. სახელი ორიგინალური ქვია, მარტოობის 100 წელიწადი. კარგი სამსახიობო ჯგუფია, ანუ ეს ტიპაჟები. რა ვიცი, მე მომწონს. მელკიადესი არ მომეწონა ერთი.
ხო და კიდევ მინდა ხაზი გაუსვა რომ ეტყობა ჯერ ერთი მარკესთანაც ესეა და მეორე ერთი ეტყობა Netflix-ის სერიალები მე ბრიჯერტონებს გულისხმობ. კარგად იყიდება როცა მეტი სექსია. ორივე სერიალში ძალიან ბევრი სექსია. ასე რომ ბავშვებთან და მამამთილთან ერთად უყუროთ. არ გამოვა მაი ამბავი. ოჯახური არ არის. თუმცა არ გადის კატეგორია, არც ეროტიulis არის და არც მით უმეტეს პორნოგრაფია, მაგრამ ასია, რაც არის ეგ არის. ეგრეა. ამასობაში დედიკოსთანაც მოვედით. აი რა კარგია ამ ჩიხში ხრეში რო დაყარეს, ხრეში როგორ არის ნეტა ქართულად, აი კენჭები დაყარეს რა მოკლედ და ისეთი ტალახი აღარ არის. ვერ ვიტყოდი რომ სულ აღმოიფხვრა, მაგრამ ჩვენი შემოფარებული ძაღლი რომელსაც ტასიკომ ფელო დაარქვა დაიწყმუტუნებს გავალთ ვაჭმევთ, დაიწყმუტუნებს წყალს დავსხავთ. ახლა უკვე მომაგრდა, მოთბა, დაისვენა აღარშია და უფრო მეტ პრეტენზია გაუჩნდა. ახლა უნდა რომ შემოვიდეს. არ დაუშვებ მე მაგას. არა და გარეთაც სულაც არ მინდა რომ მეზობლები მოვიმდურო და ხანც კმუის მოისაქმა ბაქანზე. ახლა ის გამიხდა კიდე საწმენდი, ორი ცხოველი არ მეყოფოდა სახლში. მაგრამ საყვარელია. ის ებაშება. ბუბუსაც ძალიან აინტერესებს იქ ვინ არისო, უფიცინებს კუძს, ესეც ტირის გამიშვითო მეწო და ვართ ამბავში. მოვედით შემოკარგება დღის განმავლობაში კიდევ შეგეხმიანებით. კიდევ ერთხელ გილოცავთ, მიხარია რომ თქვენთან ერთად ვართ, აბა თქვენიც. მოვინახულეთ დედიკო მამიკოც. ხო და ამავეთი უკვე შებინდებისკენ მივდივართ როგორც ხედავთ. კივი შევიძინე, პორტოხალი და მანდარინი დედამ გამომატანა. ვერ ავჭამთო, მე ვთქვი ჩვენც ვერ ავჭ, აიღეო რა. შენ ვარ გეზარებაო, ან წვენს გამოხდიო, ან ლიმონადს გააკეთებო, ან რაღაცას გამოაცხოფო და აი მეთქი. ბევრი არა, ცოტა წამოვიღე, მაგრამ მაინც დამიმძიმდა ჩანა. რამხელა ღაბაბი. ღაბაბი. მე მინახავს ხალხი, რომელსაც ჰქონდა ჭარბი 100 კილოგრამი ზედმეტი. და ღაბაბი არ ჰქონდა. ეს მაინც აგებულების ამბავია. მე 9 კილოს რომ მოვიმატებ, ღაბაბი უნდა მომემატოს აუცილებლად. მე რომ ვარჯიშობ და წონაში რომ ვიკლებ, ვისწორდები ხერხემალში, მხრებში და ვარჯიშებ მაინც ხარ. ვერ ვიტყვი რომ 100%-ით მიქრება, მაგრამ რა თქმა უნდა, უკეთესობა არის ხო. აი YouTube-ზე უყურებ ერთ გოგოს, რომელმაც კუჭის ოპერაცია გაიკეთა და მოიკლო 120 კილოგრამი. და იმის შემდეგ წლებია უკვე იკეთებს სხვადასხვა ოპერაციებს. მოდუნებული მუცლის, მოდუნებული მკლავის, მოდუნებული ბარკლების, რა ვიცი, ხარის, კერდის. კისერზე არაფერი არა აქ, ყელზე. გადაპრიალებული აქ. აი ესეთი ამბებია ჩამოყარგება. აი ესეთი დღე მქონდა ფაქტიურად, მანამდე ვალაგებდი. ეხლა დედა მასკენი მოვინახულე. მაღაზიაში შევივლი ახლა. ლიკანს ვიყიდი და უკვე ჩემი დასვენების დროც მოვიდა, მივალ სახლში, ჩავუჯდები ჩემს სერიალს, ხელსაქმეს. სახელმწიფო რაღაცების კეთება აღარ მახარებს, იმიტომ რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს, ხო? არც ბევრი არც მიკეთებია, რაღაც განწყობა არ მქონდა, წელს ერთაფერს არ მიკეთებია, წელს კი არა, გასულ წელს. ამ საახალ წლს მოკლედ. ხო და ახლა ვფიქრობ, რომ ჩემი ნაჭრები გადმოვიღო. მოკლედ, ეს. აბა ჩემო კარგებო, კარგი საღამო.
მშვიდობიანი ღამე და შევხვდებით ხვალ.